მეთავშირდება მოგცეს ძვირფასო მსმენელებო. დღეს ვისაუბრებთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. საკითხი ეხება გულისა და გონების მდგომარეობას ადამიანის ცხოვრებაში, რა ფუნქციების არის ის და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფუნქციების სწორი გააზრება. ჩვენ არაერთგზის გვიტყავს, რომ მამებისეულ სწავლების ჭეშმარიტების პარალელურად არსებობდა უამრავი სხვა მიმართულება, რომლებიც მართალია იყენებდნენ გარკვეულწილად ეკლესიის სწავლებასაც, მაგრამ ამავე დროს გაზავებული იყო გნოსტიკური შეხედულებებით. ეს იყო როგორც იუდაური, ასე ელინურ ფილოსოფიური შეხედულებები, რომლითაც იქნებოდა რაღაც მიმართულება თეოლოგიასა და ფილოსოფიაში, რომლებიც გარკვეულად შემოპარული სახით ასევე იმკვიდრებდა ადგილს პატრისტიკაში, ჩვენ და სამწუხაროდ. ამიტომ ამის გააზრება დღესაც მეტად აქტუალურია, არ უნდა გვეგონოს, რომ რაღაც სხვაგან იყო ეს და მაშინ ხდებოდა და დღეს ეს პრობლემები არ აქვს. პირიქით, დღესაც ვხედავთ, რომ არსებობს მკაფიოდ წმინდა წელსა და მსოფლიო კრებებზე დაფუძნებული საღვთისმეტყველო სწავლება, რომელსაც აქვს უცდომელი კრიტერიუმი და კატეგორია მართლმადიდებელ ეკლესიაში და არსებობს პარალელურად თეოლოგუმენები, რომლებიც შეიძლება წმინდა მამების აზრითაც კი იყოს, თქვათ, გაჟღერებული, თუმცა რა თქმა უნდა, მას არ ენიჭება ის მნიშვნელობა, როგორც ეს წმინდა ეკლესიის სწავლება არის. ამიტომ ეს განსხვავება დაწყებულია ძველი დროიდან და მთავარი სათდური რა არის? თუ ავიღებთ პლატონურ ღვთისმეტყველებას, ხომ, საიდანაც ძირითადად იღებს სათავეს ეს სულის კატეგორიაზე საუბრები, ხომ? იქ დავინახავთ, რომ გონება, როგორც ესეთი, გაიგივებულია სულთან. უფრო მეტიც, გონებას ღვთაებრივი ნაწილიც კი ეწოდება, ჩასწიცა ბოგა, ასე ვთქვათ, ხომ? ის რაღაც ღვთაებრივის ლოგოსის თანამონაწილეა. ღვთაებრივი შემადგენლობის არის, როგორც ესეთი. და აი ეს კონცეფცია პლატონური გონებისა, იგივე სულისა, რომელშიც ისინი აი ამ ღვთაებრივ კატეგორიას ხედავენ გონებაში, არსებითად განსხვავდება იმისაგან, რასაც ასწავლის ეკლესია, რომელიც ამბობს, რომ ცენტრი ადამიანის არის არა გონება, არამედ გული და რომ გონება უნდა იყოს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ადამიანი მთლიანად ჩამოყალიბდეს როგორც ღვთისკენ მიმართული ჭეშმარიტი სწავლების მქონე პიროვნება, ის მან აუცილებლად ეს გონება მიმოხეტიალე გონება, ჩვენ შეგვიძლია ასეც დავარქვათ, უნდა ჩაკეტოს გულში. ეს არის ის სწავლება, რომელიც გამოიხატება როგორც საღვთისმეტყველო თეზებში, ასევე ასკეტურ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც, რასაც ქვია ისიქია, შინაგანი ლოცვის ღვაწლი, იქაც ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული. ჩვენ თუ მაგალითისთვის მოვიყვანთ, თქვათ, გრიგოლ პალამასა და ვალამ კალამბრიელის ბაეკრობას, ხო? ამ სულიერ სწავლების ირგვლივ, იქაც კარგად ჩანს ეს, რომ ვალამი აწვება გონების ცნებას და არსებითად ეს სინამდვილეში არის პლატონური მიდრეკილება, ხოლო გრიგოლ პალამა აწვება იმას, რომ გონება აუცილებლად უნდა ჩაეკეთოს გულში, თუ გვინდა რომ მან მოიტანოს სათანადო შედეგი, იმიტომ რომ მადლის სულიწმინდისა კონცენტრირება სწორედ აკეთებს არა გონებაში, არამედ გულში. ეხლა რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი იწყებს აი ამ გონების კატეგორიაში გონებაზე აქცენტირების გაკეთებას, ეს იყო ესეთი, როგორც გითხარით, არა მარტო პლატონი, არამედ ნელ-ნელა ალექსანდრიის სკოლის წარმომადგენლები, განსაკუთრებულად ორიგენე, ევაგრე, გლიმენტი ალექსანდრიელსაც ხედავთ, აი ამ შეხედულებებს სამწუხაროდ გრიგოლ ნოსელთანაც და
ეს ყველაფერი აისახებოდა მე შემდეგ ალამ კალამბრინელთან და რა თქმა უნდა ზოგადად გავრცელდა პროტესტანტულ და კათოლიკურ სამყაროში ეს სწავლებები, სადაც რაციონალისტური ღვთისმეტყველების ჩარჩოებში მოექცა, იმიტომ რომ გონებაზე იყო აქცენტირებული, ეს ერთი მხარე და ამან გამოიწვია რა თქმა უნდა იმ პელაგიური და ორიგენისტული საღვთისმეტყველო აზრების აღორძინებაც თანამედროვე ღვთისმეტყველებაშიც. ნახეთ როგორი მარტივად რომ განმარტოთ ეს საკითხი რა, თუ გონება არის ესეთი ამაღლებული რომ ღვთაებრივი დანიშნულების არის და მას როგორც ესეთი ადამის ცოდვა არ შეხებია და ესე უმციკლოდ არის, როგორც ამას ამბობენ სამწუხაროდ არა მარტო პლატონისტები, არამედ თანამედროვე გამოჩენილი თეოლოგებიც და ამბობენ რომ ადამიანი იბადება უმციკლო გონებით, ხომ? რაც არსებითად არ არის მართლმადიდებლური სწავლება, არამედ თეოლოგიუმენია, ანუ კერძო აზრია, თუნდაც წმინდა მამის მიერ იყოს გამოხატული. ხომ? ამას მოყავს ის მივყავართ იქამდე რომ თვითონ ნათლისღების დროსაც თუ ადამიანს ეს გონება არ აქვს დაზიანებული, შესაბამისად ნათლისღების დროსაც არც არის განსაკურნებელი არაფერი. იმიტომ რომ ის თავად არის განკურნებული, თავად არის ღვთაებრივი შემადგენელი და შესაბამისად ნათლისღებას უკვე არა ის თავარი ძირეული მნიშვნელობა ენიჭება, სადაც საუბარია იმაზე რომ ჩვენ გვხვდებით ქრისტესთვის და ვიბადებით ახალი ადამიანი და ახალი ადამიანი იბადება აბსოლუტურად უმციკლოდ იმ გაგებით რომ როგორც გონება, გზნობა, ნება, ყველაფერი იყო პირველ ქმედცოდვაში დაფლული და ჩაძირული ამ ცოდვის მორევში და ქრისტეს მადლით და ნათლისღების მადლით ჩვენ აღუზდექით და მთლიანად აღდგა ახალი ბუნება არსებითად გაჩნდა იმათ კონცეფციაში, ამ პელაგიურში, ასე თქვა, თუ გინდა ორიგენისტურში და ზოგადად ელინისტური რო დავარქვათ ამას ყველაფერს. იქ არის ესე რომ ადამიანი ნათლისღების დროს ხდება მარტოოდენ ეკლესიის წევრი. პირველ ცოდვა თურმე არაფერ შუაში არ არის. ანუ არ გვეპატიება პირველ ცოდვაო იმაში და რატო არ გვეპატიებაო? იმიტომ რომ თუ გონება უმციკლოა მათ კონცეფციაში და ეს პირდაპირ პლატონისტური სწავლებაა შეგვიძლია თამამად თქვა, მაშინ გამოდის რომ საერთოდ ქრისტეს ნათლისღების არსი, ანუ თვითონ ქრისტეს განკაცებასაც ირიბი რა თქმა უნდა პირდაპირ ამას არავინ არ აღიარებს, მაგრამ ირიბის სახით ესე გამოდის, რომ ის გონება თვითკმა არსება, ის თვითონ ღვთაებრივი ლოგოსის წარმოდგენა ადამიანში, აქედან გამომდინარე, მას თვითონ შეუძლია ადამიანის თვითცხონება, ავტომატურად ცხონებაც კი. ანუ ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას რეალურად აღარ ეძლევა ის სწორი მნიშვნელობა, ანუ როგორც ესეთი გამოსყიდვის დოგმაც არ ეძლევა ის სწორი მნიშვნელობა, რომელიც სინამდვილეში უნდა გქონდეს, იმიტომ რომ თუ არ არის მთლიანად ადამიანი დაზიანებული, მათ შორის გონებით, შეგრძნებებითა და ნებით, მთლიანად, რასაც წმინდა მამების სწავლებაა, სახარებისეული სწავლებაა და ამავე დროს ეს არის კრებსიტი ცნობიერებაც ეკლესიისა, მაშინ რა თქმა უნდა აუცილებლად გავალთ აი ამ ჩარჩოებში. ეს ჩარჩოებიდან. ეს არის ერთი საღვთისმეტყველო კუთხით რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას და აქედან არის ზოგადად ეს გონების გაკულტება მეცნიერებაში, ვთქვათ, გონების გაკულტება ერეტიკულ სწავლებაში, როცა ადამიანი ჯიუტად იძახის, რომ მე ეს სწავლება მწამს და აი ამ გონება ხდება სათავე თუ ის არ არის ჩაკეტილი იმაში, რაც ვთქვით, გულში და ადამიანის სულიერ სამყაროში, ხო, თუ ამას მიეცი ეს ფართო ასპარეზი, ყველანაირი, ესე იგი თეოლოგიური სწავლება, თუ ფილოსოფიური, თუ რა გნებავთ, ათეისტური შეიძლება შეიქმნას აი ამ გონების უკონტროლო გონების მიერ. ეს არის აქსიომა, რომლის ფაქტებს ჩვენ რეალურად ხედავთ ჩვენ ცხოვრებაში და თუ ხედავთ რაიმე სექტანტურს და არა მართლმადიდებლურს, ხო, ყველაფერი არის ამაზე დამოკიდებული და აქედან განპირობებული, როცა გონება გამოსულია იმ კალაპოტიდან, რომელშიც უნდა იყოს სინამდვილეში. და ის არის არა ღვთაებრივი ნაწილი, როგორც გითხარით, არამედ ჩვეულებრივი, ბუნებრივი შემადგენელია სამშვინველისა. სამშვინველი სწორედ შედგება
აი ამ გონებისა, გზნობებისა და ნებელობისაგან. ასე რომ და სულიწმინდა, როგორც მადლი ღვთისა, როგორც გრიგოლ პავლმა იტყოდა, ჰიპოსტასირდებაო ადამიანში, ის ამდიდრებს აი ამ სამშვიდელს და ხორცს და ადამიანი ხდება, ასე ვთქვათ, ტრიხოტომიულად, ხო, სამშემადგენელიანი და სრულყოფილი ადამიანი. ის მსგავსება დაკარგული, რომელიც ადამიანის ცოდვის შედეგად დაკარგა ღვთისმადლი ადამიანმა, სწორედ ნათლისღების დროს ხდება მისი აღდგენა და არსებითად განხთობის საკითხით სწორედ მაგ დევს საფუძველთა საფუძვლად. მეორე მხარე რო ავიღოთ აი ამ ცდუნებისა, რასაც ქვია გონების გაკერპება, ხო? არის უკვე პრაქტიკული მხარე, ასკეტური შეგვიძლია ვთქვათ, როცა ასკეტურ პლანში მოღვაწე ადამიანი თუ აი ამ კონცეფციას, ევაგრისეულ კონცეფციას, გინდა ორიგენისტული დავარქვათ, რომელიც მთლიანად ამ ელინისტური პლატონური შემადგენლობისაა, ხო და იქ ღვთაებრივი დატვირთვა გააჩნია გონებას, მაშინ თვითონ აი ამ ლოცვის პრაქტიკაც როგორც ესეთი, ხო? აუცილებლად იქნება განყენებული ის არ იქნება გონებას ვერ ჩაკეტავს გონი, არც ჩაკეტავს, არათუ ვერ ჩაკეტავს. მას მისი ინტერესიც აღარ იქნება ამ გონების გულში ჩაკეტვა, როგორც ამას აკეთებდა გრიგოლ პავლმა და ამბობდა და არა მარტო გრიგოლ პავლმა, მანამდე წმინდა მამები და მის შემდეგაც წმინდა მამები და ეს არის ეკლესიის არსებითად ისიხასტური სწავლების შინაარსი, ხო? ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ხიბლის მომენტებს. და ეს ხიბლი რაში გამოიხატება? იმაში, რომ თვითონ ადამიანი იმის ნაცვლად რომ ფიქრობდეს, რომ თვითონ არის უკიდურესად დაცემული არსება, თავისი გონებითაც და გზნობებითაც და ნებელობითაც და ყველაფრითაც და ეს არის პავლე მოციქულის კონცეფცია, რომ ადამიანი არის არსებითად მიდრეკილი ცოდვისკენ და არ შეუძლია არ სწოდოს, აი ესეთია მთელი შინაარსი ეპისტოლეებისა, თუ გადავხედავთ ჩვენ და ამაზე არაერთხელ მიგვითითებია ჩვენ წერილებშიც, ხო, მაშინ ადამიანი ხდება გაკერპებული არსება, რომელსაც უკვე თვითონ თავისი წილი აქვს ღმერთთან, გესმით? ავტომატურად ეს ბუნებრივად ჩადებული კონცეფცია ადამიანში, ის ამ ღვთაებრივ ბუნებას და ბუნებასთან კავშირს, ხო, როგორც ეს არის ევაგრესთან როგორ არის, იცით? აი ღმერთი არის დიდი გონება და ჩვენ კიდე პატარა გონებები ვართ და მთელი არსი იმაშია, რომ ეს დიდი გონებასთან მთლიანი სრულყოფილი შერწყმა მოხდეს კონცეპტუალურად, ხო? და ამაზე როცა ფიქრობს ადამიანი და არა იმაზე, რომ მე ცოდვილი ვარ და ღმერთო შენ ცოდვები მაპატიე და მხოლოდ შენ შეგიძლია, ჩემი გამოსწორება და მხოლოდ შენშია ძალა, მადლი სულიწმინდისა, რომელსაც შეუძლია ადამიანის გამოყვანა ამ კატეგორიიდან, დაცემული კატეგორიიდან, ხო? და ამის მადლი ჩვენ ნათლისღებით გვეძლევა პირველ ყოვლისა, მერე ევქარისტია და ყველაფერი ეს თუნდაც სულიწმინდის მადლის გამოვლინებები დანარჩენი, რაც ეკლესიას უკვე თან ახლავს საიდუმლოების სახით, ყველაფერი ეს არის საწყისი განხთობის არის ნათლისღება. თუ ეს გონებაც არ განიწმინდა, მაშინ ეს ადამიანი აუცილებლად აღმოჩნდება ხიბლში და განავითარებს კიდეც საღვთისმეტყველო კუთხითაც აი ამ ხიბლის მიერ კონცეფციას. ეს მოხდა სხვათა შორის თავიდანვე პლატონი და გნებავთ ნეოპლატონისტები პლოტინი აიღეთ, დავინახავთ მაგათ პრაქტიკაში ეს მისტიკური პრაქტიკა კონდათ, სადაც ექსტაზში ვარდებოდნენ ესენი. თვითონ ეს ლიდერები, იმიტომ რომ ეს ექსტაზური მდგომარეობა მათი კონცეფცია იყო. ევაგრესაც, როგორც შემოპარულს ასკეტურ ცხოვრებაში, როგორც ვითომ რაღაც ღირსეულს, სინამდვილეში აშკარად ერეტიკულ სწავლებას, როგორც თეოლოგიური, ისე პრაქტიკული კუთხით ასევე ვხედავთ ამ ხიბლის მიერ ამბებს და იმიტომ არის შემთხვევითი კი არ არის პატერიკებში უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ ამისი, რომ ადამიანები ხიბლში ვარდებოდნენ. რატო ვარდებოდა ხიბლში? ესეთი ხშირი შემთხვევები რატოა მითითებული? იმიტომ რომ ადამიანს რაღაც ყოველთვის ეგონა რომ ის რაღაცას წარმოადგენს. როგორც კი ამაზეს იღებდა და ეს ევაგრესგან ჩადებული იყო და ეს ევაგრე იყო ძალიან პოპულარული, არ დაგავიწყდეთ ეგვიპტის უდაბნოში და პირველი თეოლოგიური ამბები მან შექმნა სწორედ პრაქტიკული ასკეტიზმის
თეორიები სწორედ მან განავითარა და ამიტომ ეკლესიამ მართალია მას განაჩენი გამოუტანა მეხუთე მსოფლიო კრებაზე, მაგრამ ეს საუკუნეების მანძილზე მათ შორის წმინდა მამების სახელებითაც ვრცელდებოდა და შემოიჭრა ეკლესიის წიაღში და უამრავი ადამიანი დაღუპა და უფრო მეტსაც ვიტყვი, დღესაც ეს კონცეპტუალური აზრი, რომელმაც გავლენა მოახდინა სერიოზული, თქვათ, იმ პერიოდის ალექსანდრიის სკოლაზე, ხო? ის მოყვება რაღაცნაირად ასე ჯაჭვისებურად, შეიძლება ითქვას, მოყვება თანამედროვე განსაკუთრებულად ელინისტური კატეგორიის თეოლოგებსა და ღვთისმეტყველებზე და ჩვენ აი ამ პრობლემებს დღეს ვაწყდებით და ამას ესე იოლად არც ურიგდებით, რომ გითხრათ სიმართლე და აუცილებლად ჩვენ სათქმელს ვამბობთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს კონცეფცია სინამდვილეში სახარების სწავლებას მოკლებული, მსოფლიო კრებების დადგენილებას მოკლებული, ესეთი ცრუ სწავლებები ძალიან ნაზავის სახე და არა მთლიანად მიუღებელი და იმიტომ მისი ხიბლით სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ მთლიანად მიუღებელი რო იყოს, ძალიან იოლად გააკეთებს ამას ადამიანი, მაგრამ აქ ნახეთ რაზეა საუბარი. საუბარი იმაზეა, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველი აქცენტს აკეთებს იმ თეოლოგუმენზე, ანუ კერძო აზრზე, რომელიც წმინდა მამამ აიღო იმ პლატონისგან და იმ ევაგრესგან და იმ ორიგენესგან. მაგრამ იმ პლატონს კი არ ახსენებს ამ თავის კონცეფციაში, არამედ ახსენებს წმინდა მამის კერძო აზრს და მისი გადოგმატირება ხდება. ეს არის თანამედროვე საღვთისმეტყველო პრობლემატიკა, რომელმაც თავი იჩინა როგორც თეოლოგიური სახით, ისე პრაქტიკული სახით, როგორც მოგახსენეთ. შემდეგ შეხვედრებზე ალბათ სხვადასხვა კუთხით კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. თავარი ჩვენთვის დღეს ეს იყო სათქმელი, რომ არ შეიძლება გონება მოიაზრებოდეს გულის გარეშე, გარეთ მიღმა, არამედ კონცენტრირებული უნდა იყოს. მთელი კონცენტრირება, მთელი გრიგო პალამას საღვთისმეტყველო სწავლებაც, ასევე პრაქტიკული სწავლებაც ამით არის უძვირფასესი ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ მან ამას ყველაფერს კონცეპტუალურად დაუსვა წერტილი აი ამ უცხო სწავლებებს და ვარლამ კალამბრიელმა კიდე გააკეთა ეს აქცენტი გონებაზე და რა მივიღეთ? მივიღეთ ერთის მხრივ კათოლიკურ პროტესტანტული სწავლებები, ხიბლისმიერი სწავლებები და რაციონალისტური სწავლებები, მეორეს მხრივ მივიღეთ იგივე ასიზელი, ფრანცის ასიზელი, რომელმაც ეს ხიბლისმიერი სწავლება აიყვანა იმაში კათოლიკურ სწავლების დოგმატში, რომ თითქოს და ის ხიბლი, რაც მას ახასიათებდა, თქო, ხილულის სახითაც ეთყობოდა ფრანცის ასიზელს ეს ხიბლის მდგომარეობები, ეს ყველაფერი აიყვანა კათოლიციზმმა, უმაღლეს საფეხურზე დააყენა ეს სწავლება და მართლმადიდებლური სწავლებით კიდე არის ეს ტიპიური ეშმაკისეული ხიბლი, რომელსაც ძალიან სახიფათო განვითარება შეიძლება გქონდეს. ეს სახიფათო განვითარება ასევე სახიფათოა არა მარტო კათოლიციზმის, ჩვენ იმიტომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას, რომ დღეს ვხედავთ ამ საფრთხეებს. დღეს ვხედავთ ადამიანებს თვითნებურად, რომლებიც აკეთებენ ამას ყველაფერს, რომლებსაც ვერ გაუკვევიათ სადგოლება, სადგულია და მით უმეტეს პრაქტიკული სიხასტურ ლოცვას რო იწყებს და თავარი ყურადღება, რომ ლოცვის სიტყვებზე უნდა გამახვილდეს და აქედან შინაასობრივად ცოდვის მიერ ბუნებაზე ადამიანისა და ამ სინანულის განწყობით და ყურადღებიანი ლოცვის განწყობა უნდა იყოს თავარი არსი და შემდეგ მაქსიმალურად ეცადოს, რომ ეს გონება არ გაფანტოს და არ იყოს იქ სადღაც მოხეტიალე და რაღაც აზრებში, რომ რაღაცა დიდ წარმოდგენაზე, რომ ვიღაცას უკვე თითქოს წარმოადგენს პიროვნება, ხო? ეს არის ხიბლის საწყისი ერთი მხარე, მეორე მხარე არის ერესის სათავე, როგორც გითხარით, იმიტომ რომ ეს მოხეტიალე გონებაში ყველანაირი ერეტიკული აზრი შეიძლება განვითარდეს და ამას შეიძლება სახიფათო შედეგებიც მოიტანოს დედა ეკლესიისთვის. უკვე მოიტანა ბევრი ესეთი პრობლემა და ჩვენ კიდე ჩვენი მხრივ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლემები არსებობს და ამ პრობლემებთან გამკლავებას სჭირდება სწორი მართლმადიდებლური ხედვა.